თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვენ და არჩევნების ორ შაბათს გამართვას აპროტესტებენ. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უკვე რამდენიმე კვირაა ცხადებენ, რომ სამუშაო დღეს ხმის მიცემას ვერ შეძლებენ. ამასთან შესაძლოა მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის დედაქალაქებში ჩასვლაც ვერ მოახერხონ. ქართულ ემიგრანტებს საზღვარგარეთ არ გვეძლება საშუალება, რომ ქართულ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ემიგრანტებმა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში გამართეს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები მოითხოვენ ხმის მიცემის საშუალება კვირა დღეს მიეცეთ. მათი თქმით, სამუშაო დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებენ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ საარჩევნო უბნები მხოლოდ დედაქალაქებშია გახსნილი. ვაპროტესტებთ ემიგრანტების უფლების ჩამორთმევას არჩევნებში. ეს არის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. 3-ზე მეტია ემიგრანტები ვითხოვთ დამატებით საარჩევნო უბნებს. ყველა ემიგრანტის სურვილი იქნება, რომ ეს კვირა დღეს მოხდეს, როგორც ყოველთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონის საკონსულოში შეტანილი იქნა 400 ხელმოწერა, რათა გახსნილი იყოს საარჩევნო უბანი, ხელისუფლებიდან მივიღებთ კიდე უარი. ემიგრანტების მოთხოვნას დაგვიანებულად მიიჩნევენ სამართლიან არჩევნებში. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ამ საკითხზე ცესკოს პრეზიდენტისთვის აგვისტოს ბოლომდე უნდა მიემართა. საარჩევნო კანონმდებლობა გამონაკლისს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის უშვებს. ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა გაცილებით ადრე რომ დაყენებული იყო, თუნდაც 60 დღით ადრე ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ისიც გავითვალისწინეთ, რომ პრეზიდენტმა სწორედ 60 დღით ადრე გამოაცხადა არჩევნების დღე. ცესკოში კი განმარტავენ, რომ არჩევნების თარიღის შეცვლის უფლებას კანონი არ აძლევთ. ამიტომ ქართველი ემიგრანტების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ. არჩევნების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად და ეს საკითხი არ რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. რაც შეეხება დამატებით უბნებს, გადაწყვეტილებას კომისია იღებს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ რჩეულთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მონაცემებით საზღვარგარეთ საქართველოდან 300,000-ზე მეტი მოქალაქეა გასული. საკონსულოებში საარჩევნო რეგისტრაცია მხოლოდ 50,000-მდე ემიგრანტმა გაიარა. არაოფიციალური ინფორმაციით კი საზღვრებს გარეთ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფება.